ხო, საფრანგეთი და ეს გონია, საფრანგეთი მე არ მგონია. შემადგენლობით კი, მაგრამ რაღაცა აი ორი ფავორიტის დასახელება რო გთხოვ, ვის დაასახელებ? ორი გამოყავიო ეს. და მაგიტო საფრანგეთი. აი არგენტინას ხო არ ვიტყოდით ხო მაინც. ხო და არგენტინას თითქოს ის შიმშილი აქვს დაკარგული, თითქოს ცოტა დანაყდნენ იმ სოფლიო ჩემპიონობით. მერე ფედერაციამ მას ვერ გაუკეთა კაი საქმე ამ მავრიტანიებთან და ვიღაცებთან რო ათამაშებდნენ და საგამოფენოდ დაქონდათ ნაკრები. მიბერებულს რაზგულის კომპეტიცია რაც ჩვენ ამბობ, რა ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავთ იგივე, ისედაც წინა ჩემპიონატზე. და 4 წლით დიდი. მესი არის 4 წლით დიდი. დი მარია საერთოდ აღარ არის. მაკალისტერი უარესია ვიდრე მაქსოფლიოზე იყო. ენცომაც აი რაღაცა ჩელსიში აირია. და შეიძლება უკეთესი ფეხბურთელი აქვს ჩამოყალიბება. მაგრამ ნუ ერთ-ერთი არგენტინასაც აქვს ჯინი კი უდიდესი კოხონესი და მაგიტომაც არგენტინის სოფლიო ჩემპიონობა რა თქმა უნდა წარმოადგენს. ანუ საფრანგეთი ესპანეთის მერე იქ რამდენიმე ვარიანტს რო განვიხილავ, იქ არგენტინა უეჭველი მყავს რა. ინგლისთან, პორტუგალიასთან, კიდე რამდენიმე ნაკრებთან ერთად, მაგრამ ესპანეთი და საფრანგეთი მგონია რომ აი გამოკვეთილად ზემოთ არიან და უფრო ესპანეთი, იმიტომ რომ შენს მახსოვს რომ ახტოვანებული იყავი იმ თამაშით, რომელიც თურქეთთან ნახე. გასვლას ჩახვიდე 6 გოლი გაუტანო თურქეთს, რომელიც მუნდიალზე გავიდა ჩვეულებრივად. კაი ნაკრები ყავთ რა. არდა გიულერი, ილდიზი, ჩალჰანოღლუ, ანუ კაი ნაკრები ყავს თურქეთს და მაგაც, ანუ ესპანეთი ძალიან გაკვეთილი საუდარეს მას. როგორც გუნდი არის ძალიან აწყობილი და ძალიან მაგრად მოდიან და ეხლა მაინც სტარ პლეიერიც ეს ямალი მიუხედავად იმისა, რომ ეგეთ შეკრული გუნდია, ეხლა ямალმა რაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ეგ საფრანგეთთან გოლი იქით. ямალი ეხლა უკეთესი, ანუ მესიზე თუ უარყოფითად მოქმედებს, ის ფაქტია რომ 4 წელი გავიდა. ямალზე პირიქით რა, რაც უფრო დრო გავა, კიდე კაი ხანი, უკეთესი და უკეთესი იქნება, ხო? 350 მილიონი დოლარი შეფასებული ეხლა. შეიძლება აი მე რო ბარსა ვიყო 350 მილიონი დოლარი არ გავყიდით. არა, არ უნდა გაყიდო. ვაფშე არ გავყიდით. შანსი არა. რა თქმა უნდა, მაგას გაყიდო. აი როგორც მესიზე ვიქნებოდი, ეგრე ვიქნებოდი ზუსტად. აი ყველაზე მეტად ვის თამაშს ელოდები სოფლიოზე რომ მკითხო, ямალის. კი, ямალის შოუს ელოდები რა. მიუხედავად იმისა, რომ მე ხე ямალის ფანი არა ვარ. თან პირველ თამაშს ტოვებს, ხო? პირველ შეიძლება არა. შეიძლება არა. და მაგრამ მინდა რომ ნების აი ყოველი წამი გაატაროს მოედანზე რა. პირველი საოცარებთან აქვს თუ მეორეა საოცარებთან? პირველი კაპოვერდეს ვიყიდო. თამაში პირველი საუდის არაბეთთან ამ კაპოვერდე სოფლიო ჩემპიონატზე რა? აბა? უი ხო, მართალია. კაპოვერდეა თუ კაპოვერდე სუმერო. ტერიტორიით ყველაზე პატარა. და სხვათა შორის საკმაოდ ნორმალური ნაკრები ყავთ, რო გადავხედე სოფლიოსთვის მომზადება რო დავიწყე, რას გადავხედე ჩვენ რო გვეთამა